ესე ყველა სპორტის ყველა სახეობასთან გაქვს შეხება. ნუ მეტნაკლებად, მაგრამ ფეხბურთში არ ჩანხართ აი სამედიცინო. ფეხბურთში ხო წითელი ბარათი მაგ პირველი ექიმი ვი წითელი ბარათი აიღო და ის კვალიფიკაცია მაგ. იქ ევროპის თამაშები იყო. კი, კაცო, კობელიში. რაც დავიწყეთ ფეხბურთზე ვლაპარაკობ. მაგაჟორის მაგარი თაობის რომლებაც მოიგეს, პირველად ევროპის თამაშები მოიგეს. აი ხა სადაც მაკედონიაში ვიდა ფეხბურთი იყო. კოპალეიშვილი იყო მაშინ წელი 97 და პორტუგალიაზე ლევანა დღეს ძნელია იბერიასი და მათაც წარმატებულები პორტუგალიაში იყო ხო ზუსტად ეგა პელებით მოუგეთ ლიტვას ჯაკობია და ყველა და მერე იყო უკვე სერბეთში მოვიგეთ ექიმი არ ყავდათ მე ძიუდოს გავყო მაგრამ ყობა იყო ჟორჟიკაშვილი და სხვაობა რომელი ხა აი რატი წინამძღვრიშვილი გოცირიძე დანუგრაშელი ხო ეგენი რა დაუშვილი და რავი ყველა ხა მაგარი დავი ძალიან მაგარი გუნდი იყო. თან მე რატო გეუნდები ამას რომ მოვიგეთ ბედნიერი ვიყავი რა, მაგრამ წით მე შემდეგ ჩატა და კიდევ SNG-ს რაღაცა ის ჩაატარეს რა, ეს სპარტაკია და იქ მიგვიწვიეს იმას და იქ ვიღეთ წითელი ბარათებს საჯის საჩარ დავემორჩი. იმიტომ რომ წითელ ბარათს, ყვითელ ბარათს და სიმულაციის ჭელიძე და ვეუბნები კუნთია გაწყვეტე აი ეს ხაშლამის ნაშერებით არის ეს. ხე ვარ და მომავარ რაღაცა ცოტა უხეშად მოვეკეცი. ოედანზე და აფრიალა წითელები ყვითლები. მე რა ვიცოდი მე თუ მომწოდა და ჭელიძე ჩავიყვანი თან ესე არ მინდა თქვენი ის მეთქი სანიტრები და რაღაცები და მოვიკიდესე. აჩიკუდათი ჩავიყვანი გასახდაში ამოვიდა ყობად გას მარტო მეც აღარ ყველა გაყრილია რა ანუ ან ტრამვირებული სამი კაცი გავგვიდო მოედნიდან ხო გევარა და სასტენია და რა უნდა მე რა გასა გაჩი ანუ უცბად აჩერებს თამაშს და ჩემსკე მოდის და რაღაცას ყვირის და მე მგონი გაგდეს ყობეს წყნარად მიანდა როგორ შეიძლება ჩემი აი თუ არ შეიძლება დაინახაო და სადა მიყო წითელი და მოლდაველი საჯი იყო და გამოვყალი აი ეს არ გავდიოდი გავიკიდე სალკე ის რამდენი წითელი უნდა მოერთი ხო მიღებული მქონდა ამიგრიგეს პოლიცია გამოიძახე და მოკლედ ზიდანივით დაამთავრა ფეხბურთი. ხო, არა, წითელი ბარათი. ნახევარ ფინალზე და ფინალზე ის რა ქვია, ტრიბუნაზე ვიჯექი. ზიდანივით ამ გაყრილებთან და გუნდი რო ვერ გავაკეთე 10 კაცი შევედით. სტადიონი ფინალი და მე-11 აღარ ყვადი, იმიტომ რომ დამტროული იყო ან წითელი იყო და ყველა ტრიბუნაზე ვიჯექი. 10 კაცი შევიდა მე ეს მეორე მეკარეს ეცვა 10 ნომრიანი და ის იყო თავდასხმა. ერთნაირი მოუგეთ მე მესამეშიც იქა. ეგ იყო SNG-ს რაღაც. ძალიან დამთავრდა თქვენი საფეხბურთო. მაშინ ხო დაამიგზავნეს ფეხბურთი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი და არა, ეხა ეს რა ეხა ჩემი ბიარია, ყველა ჩემი სტუდენტი იყო. ხარაბაძეს და ჟანგელიძე და ყველა წლის შორის წლის ბოლოს ჩვენ ხო გვაქვს ნომინაციები და წლის ბოლოს საუკეთესო ექიმად და თუ დასახელი და ხარაბაძე და გვწლიანად სამედიცინო გუნდი ფეხბურთის და ნაკრების ხო ყველანი მინწველი შეიქმნა. იმიტომ რომ ეგ მიყვარს მე რომ ის ახასო მოჭედავები და სოფლიოს დემას ვიგეთ, მაგრამ ჩემთვისაც და ყველასთვის ალბათ ის რაც ხდებოდა ტრიბუნებზე ევროპის ჩემპიონატებზე მე ესეთი აურა кайხანი არ მინახია. ხალხი თელავიდან მიდა მანქანები ჩადიოდა. იყავით თქვენ? თამაშზე არა, არ ვიყავით, იმიტომ რომ მაგდო შეჯიბრი დაემთხვა. ლიოზადება იყო ოლიმპიადისთვის და მე სალიცენზიოზე დავარბოდი აქეთ-იქით. მაგრამ ნუ მე ვიყავი ბედნიერი, როცა უყურებდი ამას ყველაფერს. ხო, მაგარია. აი გაურა თქვენ ზუსტად იმ გამარჯვებას რა. რა უნდა კითხოთ, იცი ახლა მაგაზე სადღაც უნდა მეკითხა გადაცემის დროს, მაგრამ ახლა კითხავ მოედან შევარდე საჩუე ჩხუბელო, ახლა რაც მოყევით. ძივდოს ტურნირებისა, შეხვედრების დროსაც ეგრე ხართ ხოლმე, საერთოდ არ ელოდებით იქ ტატამიზე რამე ხდება. იმიტომ ტელევიზორში მინახავს ხოლმე. კი, არის ეგეთი ისე, ხა ამ ბოლო დროს ამოიღეს სამედიცინო დახმარების საშუალებისა, ანუ ჩოგბურთში, ფეხბურთში, სხვა სახეობაში არის კრივშიც. ხო, ხა რატოა ძიუდომ აიღო ესეთი ისა, რომ კამერას აშორებს. ანუ როცა სამედიცინო დახმარება ეხლა ნახე რა ხდება მე თვითონ ხო საჯიც ვიყავი მე 10 წელი ვალუდაზე საჯი და მწმელი ხო მაგრამ საერთოდ საჯი ვიყავი და ევროპას უბრალოდ ნავსაჯი მაქვს ვალუდასა მწულიძეს ერთად და ნახე სიტუაციიდან გამომდინარე როგორც საჯიც ვაზრონებ მაგ დროს და ის დახშობა შიმივაზა რაც არის
ну ეხა სისტრაფეში შეიძლება უსასაძილი არტერიაზე მოხდეს და მაგრამ არასწორად არჩეული პოზიცია მსაჯის მიერ. იმიტომ რომ თუ აქედან აღჩობენ და შენ უკან უდგეხარ, ვერ დაინახავ იმ სიტუაციას და აი რა დაუშვათ იგივე შერაზადაშვილის შემთხვევაში იაპონიაში და იმიტომ რომ იქ მე არ უნდა შევსულიყავი. იმიტომ რომ მაგ შეხვედრა შემდიჭიდაო და ბექავ და გამოვიდგევარ, მაგრამ ეგ იაპონელები იჯდნენ, თავი ექიმი და იქიდან ესპანეთს ყავდა, მაგრამ ჩემ პრინციპი რა მე უკრძალავ ყველა ჩემ ექიმს, მე ვარ თუ არა ვარ, ან მე თვითონ თუ არ მარტო, ტელეფონი არის ყველასი გამორთული. ან იმ მომენტში არავით არის თამაში, არავით არის Facebook, იმიტომ რომ უნდა იყო კონცენტრირებული. რა წამში რა მოხდება, არავინ არ იცის. აი ეგ ახლა მუსიალა შემთხვევა ვინ იფიქრებდა რომ გავიდა ის ჩატოლო და ტყაფეხს მოიტეხო. და აგივე ახლა აქაც არის ჯიუდოში ესე რომ არასწორად ისა და დამთავრდა. ამიტომ ამის მეასეცში ხდება და ამიტომ ამას მე ხედავ რა აი ფეხები როგორ უდეს, ხედი როგორ მოეშვა ესე ჩამოყარავს უკვე ძინავს. და იმ მომენტში გავბივარ, იმიტომ რომ ისა და სხვადასხვა შარშან ქონდა სამედიცინო სემინარზე ზუსტად ეგ წავიკითხე ლექცია, სადაც რამდენიმე ვარიანტი ამოვიღე პირველი დახმარების და ყוდებოდეს იცით რომ მე ვასწრებ კოსტუმში ვარ დელეგატი ვარ, არ უნდა შევდიოდი საერთოდ მე ის მაგრამ ვასწრებ, იმიტომ რომ ის ვინც მიზის, აღარ მინდა ქვეყნები, ზოგიერთ ქვეყანას ის ლოკალ დოქტორები საერთოდ არ არიან ჯიუდო სპეციალისტი, შეიძლება იყოს ვიღაცა ხელბურთიდან და იქიდან სხვა რაღაც ახეობიდან მოსული, რომელიც საერთოდ არ არის ესებიც არის, უბრალოდ ზის როგორც ეგ ან ემერჯენსი ექიმია, რომელსაც აქ არასაველე პირობები, არამედ პირიქით კლინიკა. მე ძალიან ბევრი ექიმს ვთქვია, რომ თავი დამანება თვითრონაში დემაში რო ვაკეთებთ რაღაცა გიჟობებს და ვეხმარებით ადამიანს. მეო კაბინეტის ექიმი ვარ, მე მაგას არა ვარ ვალდებული, მანდ გავაკეთო. და ნუ ერაფერს ვერ იზომდი. ხა მე როგორც ყოფილი სამხედრო ექიმი, მაინც ეს რაღაც ჩამოყალიბებული მადა შიგნითა მაგ ორგანიზმი და ეგრე გავზადე ჩემი სტუდენტებიც. ხო და აი რასაც მეუბნები, ხო მაგ მომენტში როცა ვზივარ და უყურებ, აი რაღაცა გძნობ კიდეც რა. არის ხა ქვეყნები, რომელსაც სტილი აქვს, თუ პარტერი ნევაზაში კარგად გააგრძელო. და აი მომენტში ყოველთვის ისევა რა, მაგრამ ჯიუდოზე მაგას დამოლილი არის ძალოსნობა. აი ძალოსნობა, ვითომ ხო შეიძლება არაფერი მოხდეს, მაგრამ აი ესე რომ დგეხარ და უყურებ სუნთქვას, ხო აი ხალი კერდი სუნთქვას, მამაკაცი მუცლით და აი ამოიდო დაიდო, ეს მოიწვა საკა და ვერავარი ხო 200 კილო როცა იწავა იშტანგა არის. და ვარ აი ესე რომ აი ეხა შევარდე ეხა რომ მივასწრო ხო ჩემო აბა სანერვიულოც იმიტომ იქ მოასწრებ აწევ ფეხებს კამარს გავუხსე რაღაცა და ნუ არის საშუალება ტატამი ცოტა ისეთია რომ მაინც ის არის აი ძალო ის ვიტყვი რომ ხედავ თუ არა და ნუ მოასწრებ კიდე იქ არის საშუალება ყოველთვის ვცდილობ რომ დეფიბრილატორი და სხვა სამედიცინო ისეთი აქტუალური ვინ ახავს და ვიცი და კითხავთ ეკვადორშიც ყავთ გადარჩენილი ხო ერთი ლამეს უნისელი გოგო იყო ხო და იმიტომ გეუბნები ძალოსნობაში არ ძალიან ბევრი ყოფილა მე მყავდა თურქი რომელმაც გამიჩერა სუნთქო საერთოდ და კი არ დამიწერეს კიდეც მე რომ გარდაეცვა რა კაცო ჩაულებრა მივეხმარე ჭინჭარაული ცალკე ამოვარდა ხო დაეცა და თუ მე პრობლემაც ქონდა გულზე მე გავიყვანეთ პირველი დახმარება რაღაცა დაგჭირდა ხელოვნური რაღაცა სასტრაფო სასუნთქოში იყო სხვადასხვა ერევანში იყო ევროპის მე დოპინგზე შევიყო და მე დამიწერეს რომ ესე მოუკვდო ბიჭო გავიგი გოგო ყოველდღე წელს და ქორწილში დამპატიჟე ეხლა გათხოვდა რატო წერენა გიჟდები მითხარი ხო არა უარს არ გეტყვი არაფერზე ხა მე არა ვარ ის პიროვნება რომ არის რაღაც კონფიდენციალური რომელიც იმ წუთში არ შეიძლება მაგრამ ეხა მეგობრულად და ჟურნალისტი ისედაც გეტყვი ოღონდ ეხა როცა არის საშუალება რომ გითხრა გეტყვი რა პრობლემაა ეხა ძალიან ბევრი ყოფილი ეგეთი შემთხვევა. ანუ ეკვადორში რა მოხდა? ეკვადორში რა დაეძინათ რა. ანუ მე საერთოდ საგდალაშვილს ვანწყობდი. და ზურგით ვიდექი ტატამთან და ბუხ ესეთი ხმა, ანუ ტატამი იყო გაშლილი პირდაპირ ბეტონზე. და დარტყმამ და მე იმ გოგოს აგრესიულმა ქმედებამ, ნუ ეხლა სპორტულად აგრესიულმა ესე ვთქვათ, ანუ დიაფრაგმის დარტყმას შოკი იყო, მე ამ შოკის დარტყმის დროს მიიღო ტრავმა კისერზე და პარალელურად დაახშო. ხა წარმოიდგინე ყველაფერი ერთად ქონდა, ხო და ვერ გაერკვა ის ისა და მე იმიტომ მე რომ მივდივარ იქ ფეხს თავით იმიტომ რომ იმობილიზაციის იქ შინები რაღაცები რაც იყო საჭირო მახსენდება ხა უბრალოდ ხმაზე მოვტრიალდი და თან დაცემეს დაცემას და თან უყურებდი რომ სარდალას იქ ტრადიციები ხო აქვს წყალი შეასხა რაღაცა მოეფერო რაღაცა დალოცო კურთხევა მისერა ხო და აი მომენტებში ხო უნდა გამოვთვალო მეც რამდენი რომ გავიხედე 8 წამი იყო აბა შენიც მე და ამის სახეს რო შევხედე ამანაც დაინახსა რომ რაღაცა მოხდა და ეგრევე მოვტრიალდი გადავხვდი
ბანერები იყო სარეკლამო და ფეხები დაუჭე უკრიდან ანუ უღმავდგები ხელოვნური სუნთქვის და უკმავდი იმიტომ რომ არა მივხვდი რომ თავზე იყო პრობლემა და თავს ყეტავ ფეხები სადამ ისინი მოიტანენ იმობილიზაციისთვის შენ არ ქონდათ აჰა რავი რაღაცები მოვიფიქრე იმიდავარი დავსკოჩი გავიყანე მე ემეტეზე გავუშვი და ნუ გადარჩა იმ გაგებით რომ ნუ პატარა გოგო იყო და უცბად ისავქე იმიტომ რომ თან მეუნები რომ ეხლა თან მარტო ესპანურად ლაპარაკობენ ეხლა სანამ ის ინგლისურის სოდნე მოვიდა და რაღაცა უკვე ფაქტიურად იქ არის მაგრამ ეგ წყვეტა იყო და მე მაგალითად ვამოფ რომ აი ეგეთი სიტუაცია რო არის არ უნდა გავუშვე ტელევიზორში კი ეხლა კაია ქართულმა ექიმა გადაჭ გასაგებია მაგრამ იმას ხო ლაივში უყურეს დედა მშობელი ვიღაცა წარმომიდგენ რა დღეში ამიტომ მე ვფიქრობ რომ პატარა ტრამვებზე ხა დახვევა და რაღაცა ეგ შეიძლება რომ აი აჩვენო ფეხბურთი ეგ ხო აკრძალულია რა აი მაგალითად უნგრეთი ეხლა წინა ევროპაზე უნგრელი რო გახდა ცუდად ჩამოაფარეს იქ არა გააჩნიეს ერიქსენიც რო იყო ხო და წინა ევროპაზეც მოხდა აი უნგრეთის რო იყო არა ძალოსნობაში დაფარები არა როცა ძიმე ისეთი რაღაცა კი მაგრამ აქ ეხლა მე ვარს ვამი საერთოდ არ უნდა აჩვენე მაგას მაგრამ ეხლა პატარა თითზე დახვევა და ეხლა ჩოგბურში არის რომ კინეზოტეიპი საკრავი რაღაცა აჩვენებ ანუ იმ მომენტში მე რა მინდა რომ წესებიდან გამოდე პირველი ფეხბურთზე ყველა სახეობა მიდის იმაზე რომ მაყურებლისთვის ეს გლადიატორული სისხლი რაღაცა მაისურიც კი იცვლება არ უნდა იყოს სისხლი მაყურებლისთვის თვალში მოსახვედრი ესე ვთქვათ და ნუ ეგრევე იცვლიან ახლა თუ რაღაცა მაგრამ ეგრე მე შემილია დროის გაყვანაც ახლა თუ ისე სოფთა მედიცინური კუთხე სპორტსს თუ ხედავ რომ ვეღარ სუნთქავს და რაღაცა ვეკითხები რა გინდა ბიჭო მე თუ დაღლილი ვარ ისიც დაღლილია ამიტომ თუ შემილია გავაგზელო გააგზელე მაგრამ შენ რო ისვენებ ის ყუდა ისვენებს ვარ ეგეთი მომენტები მაგრამ შეგიძლია ხა მე 1000 წლის საშუალება ვიღაცა მეუბნება რატო არ გაკერებ რატო გავკერ როცა მაგ ვაზელინი ბოქსიორების რომელიც ისეთი წებოვნება კან კიდე სპეციალური მხნელებია კორეას და იაპონიას და გადაუსვა და გავაჭერებ ერთ წამში რაცაც უნდა პროცედურა რამდენიმეჯერ დაყერიზად რატო გავაკეთო იმას გავაკეთებ როცა გამოვა შეხვედრიდან მე ხო არის ეგეთი მომენტები